სოფელ ბრეთის მეურნეობაში სპორტდარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. შენობა ორსართულიანია, რომლის პირველ სართულზე მოეწყობა საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზები, გასახდელები, საშხაპეები და სველი წერტილები, ასევე სამედიცინო და სამუშაო ოთახები. მეორე სართულზე მოეწყობა მაყურებლისთვის გათვალისწინებული ტრიბუნები და სპორტული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლების მოწყობისა და სახურავების თბოსაიზოლაციო სამუშაოები. პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ასევე ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე მიმდინარეობს სტადიონის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დასრულებულია სტადიონის შემოღობისა და შეღებვის სამუშაოები, მოწყობილია ტრიბუნები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური საფრის მოწყობა. პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით. ბრეთის მეურნეობაში მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომლის საერთო ღირებულება არის 5,928,000 ლარი. საშეჯიბრო კომპლექსი იქნება, გვაძლევს ტერიტორია მაგის საშუალებაში დაფართი, ასევე იქნება სატრენაჟორო დარბაზი, იქნება კრივის დარბაზი. ქვეყნის მასშტაბით და საერთაშორისო მასშტაბით შეიძლება უმასპინძლოთ შეკრებებს და შეჯიბრებს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში. გარდა ამ კომპლექსისა, ქარელის მუნიციპალიტეტში, ქარელის ცენტრში მიმდინარეობს სპორტული მოედნის მშენებლობა. 7-7 სტანდარტის სტადიონი არ არსებობდა ქარელში, დახაზვითი სამუშაოები მიმდინარეობს და 235,000 ლარია ამ ინფრასტრუქტურის ღირებულება. ამ ეტაპზე დასრულებულია მონოლითური სამუშაოები სრულიად. ახლა მიმდინარეობს ლესვითიდან ბლოკის ყობის სამუშაოები, რომელიც უკვე დასრულების ფაზაშია. ამ ეტაპზე კიდევ მიმდინარეობს მოცემული გადახურვის სამუშაოები, წამწეები, ფერმებით. მიმდინარეობს ჰიდროიზოლაციის სამუშაოები სახურავზე, რომელიც მოცემულ თვეში დასრულდება. შემდეგ თავისთავად წარიმართება სამეღვრო სამუშაოები და მექანიკური სამუშაოები, ხოლო საერთო ჯამში დასრულება იგეგმება წლის ბოლოს.